60 კვადრატული მეტრის სახლის მშენებლობისთვის თქვენ არ დაგჭირდებათ სამშენებლო პროექტი და სამშენებლო ნებართვა. სამშენებლო პროექტი თავის მხრივ მოიცავს გეოლოგიურ კვლევას, დენდროლოგიურ კვლევას, კონსტრუქციულ დასკვნას ნახასთან ერთად და არქიტექტურულ ნახას თავისი გეგმებით. ასევე ამის შემდგომ ეს არქიტექტურული პროექტი მიდის არქიტექტურული სამსახურში, არქიტექტურის სამსახური მას განიხილავს, შემდეგი ეტაპი არის სამშენებლო ნებართვის გაცემა. ამ ყველაფრის თქვენ თავიდან აცილება შეგიძლიათ 60 კვადრატული მეტრის სახლის მშენებლობისთვის. თუ თქვენ გსურთ თქვენს მიწაზე, საკუთრებაში არსებულ მიწაზე ააშენოთ 60 კვადრატულამდე სახლი, რომლის პარამეტრები იქნება მიწის ზედაპირიდან ფუნდამენტის სიღრმე არაუმეტესი 2 მეტრისა, მიწის ზედაპირიდან სახლის სიმაღლის სახურავის ბოლოს წერტილამდე არაუმეტესი 5 მეტრი და მთლიანი სახლის გარე პერიმეტრის კვადრატულობა 60 კვადრატული მეტრი. მთავრობის დადგენილებით ეს განსაზღვრული არის, თუმცა მთავრობა მცირედი ცვლილებების უფლებას აძლევს მუნიციპალიტეტების არქიტექტურის სამსახურებს და კონკრეტულად თბილისის, ბათუმის შემთხვევებში შესული არის ეს ცვლილებები. დანარჩენ რეგიონებში გარდა ტურისტული სივრცისა, სადაც არის